მოვივლით თბილისის პაბებს. წინ გვაქვს მთელი საღამო და ღამე. გიშდები! ჩემი საყვარელი გართობა. პირველი კლუბი ლუდი არის სიცოცხლის ელექსირი. გაუმარჯოს ლუდის ხარშვალ ქალებს. საჭმელი მოვიდა. რატო ვიკლაფა? ეგ არის. სამეფო რუკბა გავამზადა. უმაგრესია. დავამძიმოთ. ლაშა ყველაზე კარგი ხასიათია, რაც კი ეპიზოდი გადაუღია, ოდესმე დამძიმების გარეშე არ გამოვიდა. განა თვითონ უნდა მოუწიათ. One love, let's get together and be alright. პაბების ეპიზოდს ვიღებთ დღეს, პაბების კულტურაზე ვისაუბრებთ და მოვივლით თბილისის პაბებს. პარასკევის საღამოა, განწყობა პაბური, გარეთ დაღამდა. დღეს მძიმე დღე გქონდა მედალოშას და ყავით დავიწყებთ. ეკრანზე ჩანს ხოლმე აქციები და ეხაც აქცია, სხვათა შორის. ლაშა დემის კარამელის ან მარილიანი კარამელის ვაფლი გვაქვს საჩუქრად. დავედით ახლა ლუდები შევუბეროთ. ჩემი საყვარელი გართობა არის აბის და ბარის გართობა. მე არ ვარ ღამის ადამიანი, არ მიყვარს ღამის კლუბი და ამბავი და აი მეგობრებთან ერთად პაბში შეკრება არის ყველაზე კარგი რამე, რაც კი სამყაროს მოუგონია ჩემი აზრით. ჩვენი საყვარელი პაბია Number 80, ნომერი 8, ესე ქვია. აბაშიძის ფილიალი განსაკუთრებით გვიყვარს მედალოშას და დავიწყეთ Number 80-დან. ნელ-ნელა ხალხი დაემატება, ცოტა ადრე მოვედით აქ პარასკევის საღამოა, მაგრამ წინ გვაქვს მთელი საღამო და ღამე. ვიწყებ IPA-ით, იპას რომ ეძახიან. ლაშას ჰქონდა უკვე ჯის გასპლიტვის მცდელობა. ჯის გასპლიტვა, ვინც არ იცის, ჩავლინკავ ჩვენ წინა ეპიზოდს. მაგრამ ვერ გაარტყა, არადა ნიჭიერია ამ ამბავში და აბა მოიცა მოვსვა ერთი კლუბი და დავიწყოთ. პირველი კლუბი ლუდი არის სიცოცხლის ელექსირი. პირველი კლუბი კი არის, პირველი მოყუდება. IPA შედარებით სიმწარით გამოირჩევა და მძაფრი გემოთ. მაგრამ სანამ ზოგადად ლუდებზე გადავალთ, აბზე და აბის კულტურაზე მინდა ვილაპარაკო სელფის რუბრიკაში. დღეს რამდენიმე ბარს მოვივლით და რომელიმე ბარმენსაც თუ გამოგვივა და პატარა ინტერვიუს ჩავწერთ, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ აბის ცენტრი არის ლუდი, აბი ლუდის გარეშე არ არსებობს და ბარმენები. ცალკე ამბავია პაბში ბარმენი და ცალკე დატვირთვა აქვს მას. ზოგადად პაბები public house თუ public houses ინგლისური სიტყვებიდან მოდის, რომელიც ნიშნავს აი დაახლოებით სახლის სახლს გარეთ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ, იკრიბებოდნენ სოციალიზაციისთვის, პოლიტიკაზე საკამათოდ, სხვადასხვა თემაზე საკამათოდ და ნუ რა თქმა უნდა ლუდი იყო ამის ყველაზე გემრიელი და კარგი ნაწილი. საჭმელი მოვიდა. ჩვენი საყვარელი კერძები ავარჩიეთ, რასაც უკეთავთ ხოლმე, ყველის ჭხირები, ხორცის დაფა, საქონელი, ბეკონი, ღორის სუკი, ნაჩოს. აი, ამოვაწობეთ ამასაც. კანაწუნა კარნია, შიგნიდან ეს ყველი იწელება.
შებოლილია ყველი და ისეთი დაბალანსებული მარილიანობა აქვს, აი ძალიან მლაშე არ არის, ლუდს უხდება, მარილი მაინც იგრძნობა ოდნავ. მოკლედ, სანამ გადაღებას დავიწყებდით, მე და ლაშა ყამართობდით, არსებობს თუ არა და იყოფა თუ არა ცალკე ლუდები, ლუდის სახეობები, რომელიც კერძებს უხდება. მაგალითად, მე როგორც ვიცი, ესეთი მეტად მწარე ლუდი, რომელიც აი მეტი სვიითი ხარშება, თუნდაც IPA, ნაკლებად უხდება ცხარე საჭმელს. უხდება უფრო ცხიმიან, ქონიან საკვებს და თხელი ლუდები შედარებით ვითი მაგალითად უხდება ცხარე საჭმელს. ჟავე დრესინგიან სალათებს არ უხდება მომჟავო ლუდი პირიქით. მოკლედ კონტრასტები საჭიროა გემოში. ხალაპენიო და არაჟანიც უნდა დავუკეთ. ცხარეა. მექსიკური საკვების გემოა რა. თან ცხარე, თან ის ხორცი, ბულგარულები კნაწუნა იგრძნობა ბულგარულების და ნუ არაჟანი აბალანსებს. აია. აი ამას წესით უბრალოდ ხელი ლუდი უხდება. IPA-ზე მინდა ორი სიტყვა თქვა, Indian Pale Ale, რომელიც ინდოეთიდან რომ მიდიოდნენ გემები, გზაში ფუჭდებოდა ლუდი. შესაბამისად მეტი სვია, ბაქტერიებსაც კლავდა, მეტი ალკოჰოლურობა ინახავდა ამ ლუდს, კონსერვაციას უკეთებდა. აქედან შეიქმნა Indian Pale Ale. ლუდი ღვინოზე ბევრად ძველი სასმელია, 5000 წლით უსწრებს კიდე წინ. აქტიურად სვამდნენ, იმიტომ რომ შუა საუკუნეებშიც და მანამდე წყალი დაბინძურებული რო იყო, წყლის დალევა სჯობდა ლუდის დალევა, იმიტომ რომ ფერმენტირებული იყო ეს დადუღების პროცესი შუა საუკუნეებშიც და მანამდეც. დადუღების პროცესი კლავდა იმ ბაქტერიებს და არ იყო მაღალ ალკოჰოლური. ხო, ბავშვებიც კი სვამდნენ ლუდს. ეს ისეთია, კლასიკური ქართული მდოგვია. როგორც აი ტვინში რო აგდის. ეგეთი მდოგვია ეს. ხორცი ცივად მოხარშულია და on რბილია. ძალიან რბილია. დოგვიც უხდება, შავყურს ძალიან უხდება. ცოტა წაუსვი მდოგვიცი რა მინდა, აი ეს ეფექტი მინდა ეხა. ნახე, რატო ვიკლაფა. ჯერ არა. ეგ არის. შემდეგია ბლონდი, რომელიც გაგვიმართლა. დიდი ხანი აღარ ყოფილა Number 8-ში, ლაშას უყვარდა ძალიან და გაგრძელე ბლონდით, გაუფილტრავი ლუდით. ეს არის American Blonde Ale. ფესვები ევროპაში, ამერიკაში უფრო მე-20 საუკუნიდან მოდის, როცა craft ლუდის მოძრაობა აქტიურად დაიწყო. ევროპაში ბელგიურია მისი ფესვები და აქ მე მინდა აღნიშნო, რომ მე ლუდისმა დავიწყე ბელგიური ლეფეთი და ბლონდია ლეფე. და ესე შემიყვარდა ნელ-ნელა. ღვინისმა დავიწყე მაგალითად ნახევრად ტკბილი ტვიშით. აბა, ბლონდით გაგვიმარჯვეს. უფრო თხელია, ცოტა უფრო რგვალია, პური მოდის, ის სიმწარე აღარ აქვს, რაც IPA-ს. Craft ლუდებს რაც შეეხება, ზოგადად craft ლუდები მე-20 საუკუნიდან დაიწყო ამ სახელით. განსხვავება რა არის ინდუსტრიულსა და craft შორის. Craft ლუდი არის პატარა წარმოება, როგორც წესი, მფლობელი, დამფუძნებელი არის ხარშველიც ლუდის, brewer და გამოირჩევა ხოლმე craft ლუდი ხასიათით, გემოთი, რაღაც დეტალებით განსხვავდება, მეტი ინდივიდუალიზმი იგრძნობა craft ლუდში. საქართველოში ბევრი საინტერესო craft ლუდი გვაქვს, ორს ეხლა გავსინჯავ ცოტა ხანში. უფრო ამერიკული ამბავი იყო, ამერიკაში დაიწყო. ძალიან მაგარი craft ლუდებია ბრიტანეთში.
ბელგია, ჩეხეთი, გერმანია, ინგლისი, ირლანდია არიან ლუდის ქვეყნები არის მოკლედ. და თავთავიანთი მიმართულება აქვს და თავთავიანთი ხასიათი. და კრაფტ ლუდიც საინტერესო რამეა, იმიტომ რომ ახალგამოცდილებას იღებ როგორც წესი კრაფტ ლუდის გასინჯით. გასასინჯი დამრჩა ღორის უკვე რამდენ დოგს უსმე ხდება ხო? რაც როლში შევიჭერი. ბევრი მომივიდა ნამეტანი. ღორის უკეთ კარგია, მაგრამ საქონელი მირჩევნია. ეს უფრო რბილია კიდევ ღორ. ქართულ კრაფტებზე რო ვახსენეთ, ქართული კრაფტები. ეს ორი გადმოვიღეთ. ესეც ბლონდეილია. ბაიო. კარგი ბრენდია და მიყვარს და ხშირად ვსვამ ხოლმე და ბევრი სხვადასხვანაირი არომატი აქვს. ეს არის დიპა, ანუ double Indian pale ale არის დიპა. ცალკე ამბავია კრაფტ ლუდების შეფუთვა და როგორც წესი შეფუთვაც არის ხოლმე განსხვავებული, გამორჩეული და მე ძალიან მიყვარს ვერთობი. მაგალითად დავაკვირდეთ ამას, Silly Devil. ნახე, ნაცარქექია აზის აშკარად თავზე. ბაიოს შემთხვევაში ესეთია. მე რომ ძალიან არ შევთვრე, ბოლომდე არ დავისხამ ამას. ცოტას დავისხამ, ცოტას გავსინჯავ. ფერი ესეთია, გრია. რაკაც სიმწარე იგრძნობა, მაგრამ ესეთია, ციტრუსებიც არის შიგნით. წლიდან წლამდე ბოლო 10 წლის მანძილზე კრაფტ ლუდი და ზოგადად ლუდი ხდება ძალიან პოპულარული სასმელი. ალკოჰოლურ სასმელში პირველ ადგილზეა მსოფლიოში მოხმარებით, ყველაზე პოპულარულია. აი ეს უფრო გაფილტრული ტიპია. აქ ცოტა სხვანაირი გემოები მოდის. იმ სიმწარეს ძალიან არტოვებს. თუ გინდათ ესე რაღაც ლუდისმით გამოცდილება მიიღოთ, რამდენიმე სხვადასხვანაირი კრაფტის გასინჯა ერთდროულად ერთმანეთის გვერდით, იმიტომ რომ მე ის გემოებს ადარებ უფრო მარტივად და რაღაც განსხვავებებს ბოლო. აქვე შუაში მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. კომენტარები ეპიზოდიდან ეპიზოდამდე კიდევ უფრო ბევრდება და ლაიქები და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრის. და კომენტარეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი საჭმელი რა არის ლუდთან. ლუდის მისაყოლებელი რა არის, როგორ გქონიათ. Dancing in the moonlight, everybody's feeling warm and bright. It's such a fine connection. Everybody's dancing in the moonlight, dancing in the moonlight. Everybody's feeling warm and bright. It's such a fine connection. გადმოვინაცვლეთ ქუჩაზე, რომელიც აბების ქუჩაა და ყველაზე ისტორიული ბარების თვალსაზრისით 1996 წელს არის ეს პაბი გახსნილი, Wheels ქვია, ყველაზე ძველი პაბია თბილისში და მუშაობს ბარმენი, რომლის სახელია ძიმა და მე მგონი ყველაზე დიდი ბარმენია, ვინც კი თბილისში არსებობს. შევეცდებით ძიმასთან სელფის რუბრიკაში ვილაპარაკოთ ბარმენის დატვირთვაზე პაბში, იმიტომ რომ ბარმენს ერთგვარი ფსიქოლოგის დატვირთვაც აქვს პაბში. ეს არის ადამიანი, ვინც იცნობს სტუმრებს, ვინც იცის, ვის რა უყვარს, ვინც სწორად ურჩევს სტუმრებს, როგორი ლუდი შეიძლება მოეწონოთ თუ დამწყებები არიან და როგორი არა. ძალიან საინტერესო პოდკასტია მწარე პოდკასტში გიორგი ბაქრაძე იყო სტუმრად და ზუსტად ირლანდიული და ინგლისური პაბების ხასიათზე ყვებოდა. ჩავლინკავ ამ პოდკასტს, იმიტომ რომ
ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო ტყვებიან ნიკა და გიორგი, მაგრამ რისი გახსენება მინდა ამ პოდკასტიდან, რომ ინგლისში არის ისეთი პაბები, რომელიც ძალიან neighborhood სამეზობლოს პაბებია და რო შედიხარ, რო შევდიოდიო ბერმინგემზე იძახდა თუ არ ვცდები, ცოტა ისე მიყურებდნენ, რომ აგრესიულად არა, მაგრამ უცხო ვიყავიო. ეს ისეთი პაბია ზუსტად, სადაც 10 წლებია დადიან სტუმრები და მე ცოტა უცხოდ ვარ, ლაშაკი იყო მანამდე რამდენჯერმე. აქ გადავწყვიტეთ, რომ გინესის, ოღონდ არასტაუტი არა გინესი, ჰოპ-ჰაუსი გავსინჯოთ. აია, ისეთია, თხელია ესეც, ლაგერია. ბექა შემოგვიერთ და კაცს მიღმა, მაგრამ არ გამოვაჩენთ. მოუწია ბექას გამოვაჩენა. შუა საუკუნეების ინგლისში ლუდს ხარშავდნენ ქალები და ეძახდნენ მათ eilwives. ეილის ცოლები დაახლოებით ესე ითარგმნება. იმ პერიოდში ეკლესიას და პატრიარქალურ საზოგადოებას არ აწყობდა ამ ქალების გაძლიერება და მერე ნელ-ნელა ისე აღმოჩნდა, რომ ეს ლუდის ხარშვის ამბავი ჩამოერთვათ მათ. თუმცა მანამდე სახლებში, სადაც ლუდი იხარშებოდა, იყო სიმბოლო, რომ იქ შეიძლებოდა ლუდის ყიდვა და ეს სიმბოლო ხშირად იყო ცოცხი. და არსებობს ეგეთი მითი, რომ ეს eilwives ლუდის მხარშვალ ქალებს დააბრალეს, რომ ისინი იყვნენ ჯადოქრები და ზუსტად ამიტომ ჯადოქრის გამოსახულება ხშირად ხდება ეს თანამედროვე ანიმაციებში, ფილმებში, კინემატოგრაფიაში ქვავით და ცოცხით. ხო და არის ეგეთი ვერსია, რომ მანდედან წამოვიდა. მე მომწონს eilwives-ის ჯადოქარი ლუდის მხარშველი ქალების ექსაწყისი და ისტორია. გაუმარჯოს ლუდის მხარშვალ ქალებს. მანჩესტერში რო ვიყავი და იორკში, ბარებში იყო უდიდესი არჩევანი კრაფტ ლუდის და ძალიან მაგარი იყო. პატარა ჭიქებიც იყო, იმიტომ რომ გაგესინჯა რა, თვად 500 მილilitrიანით რო არ გაგეკეთებინა დეგუსტაცია. ხო და მაგარია. კიდე ბექამ ეგეთი რაღაც თქვა, რომ ნამდვილ პაბშიო, რო შემოხვალ ფეხი უნდა გეწებებოდეს იატაკზე. ანუ იმდენი ლუდი უნდა იყოს დასხმული, რომ არ იწმინდებოდეს და ფეხი გეკრობოდეს ზე. სელფის რუბრიკაში ვლაპარაკობთ ბარმენის დატვირთვაზე და ზოგადად რატოა ბარმენი პაბის სული. ბატონ ძიმა დაგვთანხმდა ამასობაში მოიცალა ჩვენთვის ინტერვიუსთვის და ბატონ ძიმა როგორია თქვენთვის ბარმენობა ზოგადად? რამდენად იცნობთ სტუმრებს? ეს არის ჩემთვის ცხოვრება. სხვანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ უნდა გეყვარდეს. თორე გამოდიხარ ფალში. მე მიყვარს ჩემი საქმე და ამ საქმეში ვარ 88 წლიდან. 40 წელი თითქმის. როგორ დაიწყეთ? მოვიყვანა ცოლი. არ მქონდა ფული. მე მუშაობდი ინჟინერად კარხანაში. ხელბასი მქონდა 115 მაიტი, რომელიც არ ყოფნი და არაფერი. და დავიწყე მუშაობა, ეხლა რო არის რედისონი, მაშინ იყო სასტუმრო ივერია. და მან იყო ვალუტნი ბარი. მან დავიწყე მუშაობა. უცხოელები დადიოდნენ ალბათ. ნუ რა თქმა უნდა, ეს კომუნისტების დროა და ვალუტა მარტო ამათ ქონდა. და ბახ, პირველი სმენა ვიმუშავე და დამჭა $50. ძალიან ბევრი იყო მაშინ, ხო? ეს იყო 3 ჩემი ხელფასი თხის. და ესე გავაგზავნე და გავაგზავნე. ბარმენი არის ხოლმე ამერიკულ ფილმებში მინახავს. მე ფსიქოლოგიც კია, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ბართან უყვებიან თავის პრობლემებს. ბარები არის სხვადასხვანაირი. არის ბარი, სადაც უნდა იყო პროფესიონალი, უნდა მოყვე წესებს. არის ბარი, რომელიმე მეყვარს. სადაც შენ კონტაქტურ ბარს ვეძახი, რა, სადაც შენ გაგ სტუმართან, არა კლიენტთან.
სტუმართან კავშირი. მან კი აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი რა, იმიტომ რომ ადამიანი მოდის სხვადასხვანაირი, ნაბახუსი ადამიანი საერთოდ სხვანაირი. არ უნდა კონდეს არასდროს კონფლიქტი. უნდა გიყვარდეს ეს ადამიანი, რომელიც მოდის შენთან. მე რაღაცნაირად აი ახლობელი ხდები ეს რა თქმა სტუმრებისთვის, ჩემ ცხოვრებაში არიან, ვის ვეძახი მე, ძმაკაცებს და ნამდვილ მეგობრებს. 3 ადამიანი არის ჩემი სკოლელი და 5 არის, რომელიც გავიცანი ბარში. არიან უკვე ჩემთან ერთად 30-ზე. რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ ბარმენმა რომ იგრძნოს და მიხვდეს რა უნდა სტუმარს. აი სწორად შეურჩიოს მუდით უნდა. ახლა ვერტანი ეს აუცილებელია. ფსიქოლოგი უნდა იყოს. იმიტომ ბევრჯერ არის რომ ადამიანი მოდის და აი რა მინდა არ ვიცი. მე უნდა ვიცოდე რა უნდა. და მათ დროს იცით ხოლმე. რა თქმა უნდა. ბარების ყველაზე ძველ ქუჩაზე, ყველაზე ძველი ბარიდან, რომელიც 96 წლის ბარი იყო, ანუ 30 წლის, გადმოვინაცვლეთ 98 წლის ბარში, ჩაბაში. ინტერიერი იქაც და აქაც დიდად არ შეცვლილა, სხვათა შორის ერთ-ერთი სტუმარი გავიცანით უილსის, სადაც რომელიც ესე პაბების მოყვარული ვარ და ყველაფერი ვიცი აქაურობაზე და გამოგვიშვა ჩაბაში. წავედით ახლა თითო ლუდი თუ შოთი. დავამძიმოთ. კაი, შიგნით გადავწყვეთ რა ვქნათ. გიზდები, ჩემი საყვარელი გართობა. გადაწყდა შედარებით ჩვენთვის უცნობი ესპანური ტურია ლაგერი. Here's hoping. გულისხმობ. აი, ნალში გადმოვინაცვლეთ, რომელიც 29 წლის პაბია. აი, ძალიან დიდი ისტორია აქვს ნალსაც და ჩემ იმას ახალგაზრდობასაც უკავშირდება, იმიტომ რომ აი ძალიან ადრე რაღაცა იქ ლაივები და ამბავი მახსოვს. კაი, შვა გერმანულ ლოცვს. გერმანიაში არსებობს 3000 წლის ლუცახარში. ვარშტაინერით გაგვიმარჯოს, მიდი ის შენია. გადმომილოთ ცავს შენთვის. ანუ ლაშა ყველაზე კარგი ხასიათზეა, რაც კი ეპიზოდი გადაუღია ოდესმე იმ გადაღებებათა შორის. დამძიმების გარეშე არ გამოვიდა, მაგრამ მე არა ბიჭები დამძიმები. განა თვითონ უნდათ მოუწიათ ტეკილა და ტეკილის მისაყოლებელი. ამის გამოაქვს? ძალიან გემრიელია. ყველაფერი წარე და წითელი რაც არის, ყველაფრის გემოაქვს. აუ, ეს რა კაი იყო. რომ ცოდნა და ამას დავლევთ. Mamma mia! ბარში მოკლედ ამის გარეშე არ ხდება, აი, ბევრი ცეკვა, ბევრი ნოსტალგიური თუ რაღაცნაირი სიმღერები, ძველი 80-იანი, 90-იანი, 2000-იანი წლების, ბევრი ნაცნობი და რა თქმა უნდა, ლუქთან ერთად შოთები, აქაური. შოთი ლიმონჩელოს არომატით, ბექას შოთი, გამომცხვარი ვაშლის არომატით და ლაშასი გრეიპფრუტით. დაბრენ ამ ეპიზოდში ლაშა თავის ამსაც რო უღებს, აი რაღაცნაირად ჩართული. სხვა დროს ხო ჩუმად არის ხოლმე, კამერის უკახმას არიღებს უჟმური სახით მიღებს და ძალიან მედნიერია. ეთუნა ეს ხო
სელფის რუბრიკაში ლაპარაკობთ ბარმენის მნიშვნელობაზე ბარში და პაბში და ეთუნ არის ადამიანი, ვისთანაც მარტო ბლეკდოპში კი არ მოდიან, ვისთანაც სტუმრები მოდიან. ხო და შენ მითხარი, მე ვიტყვი რა არის ბლეკდოპი ჩემთვისო და რა არის, აი ხო გაქვს უკვე მეგობრული ურთიერთობა ის სტუმრებთან, ვინც დიდი ხანია დადის. უკვე 10 წელი ხდება რაც ბლეკდოგი არის გახსნილი და ჩემთვის პირადად რა ის არის სახლი და ყველა ადამიანისთვის ვინც აქ დადის ძალიან დიდი ხანია რა ეს ადგილი ხდება როგორც ჰოუმის სიტუაცია, სახლის სიტუაცია და როცა ბარში ვგავარ ხოლმე არ მაქვს ის შეგრძნება რომ ვიღაცა რენდომ ტიპებს ვსახურები რა ან რაღაცა რომ მეწვიან რომ როგორც ყოველთვის ეს არის მაგ ადამიანს ძალიან დიდი რაღაცა პატივისცემა რომ შენ ის ადამიანი გახსოვს პატივისცემს იმახსოვრებ და ასე იცი რა უყვარს, იცი ვინ არის, მაგიტო სიამოვნე. ყოველთვის მეკითხებია ხოლმე რომ რატო არ გფიქრდება ეგ ადგილი რა ძალიან შეიძლება ძალიან ბევრი შეთხოვება ქონია ადამიანს და ასე შემდეგ არ მფიქრდება მარტო იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან შეგიძლია კომუნიკაციო 10 წლის მანძილზე ამ ბარში შემიძლია ჩამონათვალი გავაკეთო 5 თითის რამდენი ჩხუბი ქონია მართლა ერთ აი 3 მაქსიმუმ 4 აი ამ ბარს აქ თავისი კულტურა მოქცევის წესები რა ისეთია როგორც სახლში სტუმარს უშვებ ჩვენთვის ეს არის სახლი აი რომ შემოდიხარ შენ ჩვენი სტუმარი ხარ აი თუ რაღაცა კლიენტი რომელიც ერჭიქას რაღაცას ეს არ უყურებ. ის პატარა მაგიდა უნდა გადავა. ისეთი ამბავი იყო ხოლმე. აი, რამდენჯერ იმ პატარა მაგიდასთან შემოსასვლელში ბედნიერება იყო ხოლმე, რომ აი ამ მაგიდასთან სასმელის დადება შეგეძლო. უწი! მაგრამ მაინც გიხაროდა. განახლებული მენიუა ბლეკდოგში. და დავიწყებ ნაგეტსებით. ხრაწუნა. ქათამი არ არის ძალიან სრალი შიგნით და ასწორებ. გარედან ხრაწუნა. აბა წავედით ჰუმუსი. ჰუმუსი ყავს. კრემოვანი და შიგნით ხახვის სიტკბოება უხდება. აია, მოხშივდა ამასობაში. უნდა ვაღიაროთ. სამეფო უკბა გავამზადა. აია, უხდება ჰუმუსი. ლუდ. ესადია. Magresia. Anqaya, ყველი, ხორცი, პომიდორი. ყველაფერი იწალება. და ძალიან უხდება ერთმანეთს. იმედია ეს ეპიზოდი ძალიან ქაოტური არ გამოვა. დავასრულოთ მითბოლებით, ხორცის ფურფურებით. მომბრაწული გუფთებია, ანუ მითბოლები ძალიან გემრიელ სოუსში. ცოტა მექსიკური გემოსკენ მიდის ესეც. ეს კიდე უნდა ვჭამო. One love, let's get together and be alright. ეს ჩვენი პაბების და ბარების ეპიზოდი თბილისში. საინტერესო კულტურაა. ჩვენთან ახლოს არის.
იმიტომ რომ ქართველებს გვიყვარს სოციალიზაცია და ერთმანეთთან ურთიერთობა, Black Dog-ით ვამთავრებთ და შემთხვევით არ ვამთავრებთ Black Dog-ით. ხო, რას თავარია, ალკოჰოლი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ჭარბად მიიღება, არ არის სასურველი. რა? აი, ალკოჰოლი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ჭარბად მოხმარება მისი ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. და ხშირად არა მარტო ჯანმრთელობას. კემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე!